ის რასაც ჩვენ ვერ ფიქრობთ, ღმერთი იმაზე მეც საკეთებს, ვიდრე ჩვენ გონია. И Бог, Он намного больше делает сегодня, чем мы могли бы себе тогда представить. ჩვენ ყავს სტუმრები დღეს. У нас есть сегодня гости რამოდენიმე ქვეყნიდან. Из нескольких стран. არიან სტუმრები გერმანიიდან. У нас есть гости из Германии. შეგიძლიათ მიესალმოთ Можете приветствовать. პასტორები მეუღლეებთან ერთად. Это пастора со своими супругами. Мы очень рады видеть вас здесь. Слава Богу. Ჩვენ ყავს სტუმრები ლატვიიდან. У нас есть гости из Латвии. ჩვენი ძმა пастор Алексей Лидзеев მის მეუღლესთან ერთად, მის დამხმარესთან და მის მეუღლესთან ერთად. Наш брат пастор Алексей Лидзеев, его супруга Ольга Лидзеева, მე ძალიან его დიდი წარდგინებით помощник რომ არ и его ვიყო ახლა супруга. დაკავებული, მე მინდა რომ მიესალმოთ ჩვენ ძმა Алексей Лидзеевს და მევაძლევ მას სიტყვის საშუალებას რომ сейчас хочу пригласить на сцену. გვემსახუროს და ეს არის დიდი კურთხევა და Он პატივი большое благословение для нас, Пожалуйста. пастор Алексей, пожалуйста. Я очень благодарен Богу, მე ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, что между Латвией и Грузией Господь строит мосты сотрудничества. მე მადლობელი вар ღმერთის, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის ღმერთი აშენებს თანამშრომლობის ხიდებს. У дьявола есть цель ეშმაკს разрушить стены. დაანგრიოს კედლები. Меня уже не пускают в 5 стран. მე არ მიშვებენ 5 ქვეყანაში. 24 или 25 лет я не въездной. 25 თუ 24 წელია არ მაქვს უფლება შევიდე В Россию, რუსეთში, в Белоруссию, ბელარუსში, в Армению. სომხეთში. Что я им сделал, не знаю. რა დაუშავე, არ ვიცი. В мой родной Казахстан. ჩემ მშობლიურ ყაზახეთში. Родился там დავიბადე იქ и не пускают. და არ მიშვებენ. Украина Украина. 16 лет не пускают. 16 წელია არ მიშვებენ. А что я вам сделал? და რა დავაშავე? Грузины, спасибо вам. ქართველებო, ваши მადლობა თქვენ, Открыты. რომ თქვენ გახსნილები და Огромное спасибо. დიდი მადლობა. Если какие-то одни двери закрываются, თუ რომელიღაც ერთი კარები იკეტება, Бог открывает другие. ღმერთი ხსნის სხვას. У Бога есть свои программы. ღმერთს აქვს თავის პროგრამები, Уходят лидеры и двери откроются. მიდიან ლიდერები და კარებები იხსნება. Поэтому мы, как всегда, ამიტომ ჩვენ როგორც ყოველთვის где-то в эпицентре. ჩვენ ეპიცენტრში ვართ. Я думал, что под старость лет жизнь будет у меня спокойнее. მე ვფიქრობდი, რომ სიბერის წლებში წყნარად ვიცხოვრებდი. Я никогда не знал, მე არასოდეს არ ვიცოდი, что я антисемит. მე არ ვიცოდი, რომ ანტისემიტი ვარ. Я проповедь про богача и Лазаря проповедовал раз 100. და დიდარზე და ლაზარაზე ეს ქადაგება ერთი 100 ჯერ მაინც მაქვს ნაკადაგები. Я цитировал то, что Христос проповедовал. მე იმას ციტირებდი, რაც იესო მიქადაგა И вдруг ни с того ни с чего და უეცრად არაფრიდან Алексей антисемит. ალექსეი არის ანტისემიტი. Началось в информационном пространстве такая свара, как это правильно? Ну, короче, скандал начался. დაიწყო საინფორმაციო სფეროში ისეთი სკანდალი, ისეთი არეულობა. Алексей лютый враг Израиля. ალექსეი არის სასტიკი მტერი ისრაელისა. Алексей использует риторику Адольфа Гитлера. ალექსეი იყენებს ადოლფ ჰიტლერის რიტორიკას. Я так много нового узнал про себя. მე იმდენი სიახლე გავიგე ჩემ შესახებ. Я говорю, ребята, вы чё? და მეგობრებო, რა გემართებათ? Мало того, და კიდე უფრო ცოტა. კიდე უფრო მეტი. подали заявку в Комитет государственной безопасности в Латвии. ლატვიის უსაფრთხოების დეპარტამენტში შეიტანეს განცხადება За разжигание ненависти. შუღლის გაღვივებისა. Я никогда не думал, მე არასოდეს არ ვფიქრობდი, что я могу оказаться в таком состоянии. რომ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი. У нас в Конституции есть 74-я статья. ჩვენთან კონსტიტუციაში არის 74 მუხლი. За разжигание ненависти შუღლის გაღვივებისთვის
за оправдание военных преступлений, და სამხედრო დანაშაულების გამართლებისთვის за оправдание Холокоста და ჰოლოკოსტის გამართლებისთვის уголовный срок. ეს არის სასჯელი. И представляете себе, мало того, что блогеры пишут там, და ცოტა ის რომ ბლოგერები წერენ ასე, я получил приглашение туда, в Комитет государственной безопасности. მე მივიღე მოწვევა იქ უშიშროების კომიტეტში. Я давно там не был. მე დიდი ხანია იქ არ ყოფილი ვარ. Но Комитет Господней безопасности я понимаю. და უფლის უსაფრთხოების კომიტეტი გასაგებია А когда какая-то государственная безопасность, я этого не знаю. და რაღაც სახელმწიფო როცა გეძახის მე ეს არ ვიცოდი. Вызвали меня туда. გამომიძახეს იქ. Ну-ка доложите. ნუ ეხლა მოგვახსენე Какое у вас отношение к Израилю? როგორ დამოკიდებულებაში ხარ ისრაელთან. Я говорю, да вы что? და მე უნდა რას ამბობ? Куда мы без евреев? საწავალ ჩვენ ებრაელების გარეშე. Вся наша христианская культура, учение, творчество, оно все на Библии, а Библия это израильская тема. თელი ჩვენი ქრისტიანული სწავლება, კულტურა და ყველაფერი ხო ბიბლიიდან არის და ბიბლია ხომ ისრაელიდან არის, ებრაელებისგან არის. Мы даже историю Грузии, историю Латвии меньше знаем, чем историю израильского народа. ჩვენ საქართველოს ისტორია და ლატვიის ისტორია ნაკლებად ვიცით, ვიდრე ებრაელი ერის ისტორია. Когда они в Египте сидели, როცა ისინი ეგვიპტეში ისხდნენ, рабами стали, მონები как Бог გახდნენ, их вывел. ღმერთმა გამოიყვანა. Это наша классика. ეს ხო ჩვენი კლასიკაა, მეგობრებო. Но вы используйте правильную риторику, пожалуйста. გთხოვთ, თქვენ გამოიყენეთ სწორი რიტორიკა თუ Я შეიძლება. говорю, а какая риторика? მე ვუთხარი Я говорю, რა как რიტორიკა? написано, так я и говорю. მე ვუთხარი დაწერილია ასე და ასეც ვლაპარაკობ. Я говорю, я люблю Израиль, მე ვუთხარი მე я მიყვარს ისრაელი. благословляю Израиль. მე ვაკურთხებ ისრაელს. А то, что Христос говорил про не Израиль, а про фарисеев, про этих прогнившую элиту, я буду цитировать и дальше. და იმას, რასაც იესო ამბობდა არა ებრაელებზე, არამედ ფარისევლებზე ამ გახრწნილ სისტემაზე, რასაც ის ამბობდა, მეც იმას ვიტყვი. Потому что избранный израильский народ, И он Витору. подчиняется живому Богу, а это фарисейская элита, Бог им сказал, что у вас отец дьявол. და ნამდვილი ისრაელი ერი ის უსმენს და ემორჩილება ცოცხალ ღმერთს, მაგრამ ეს გახწნილი ფარისევლური სისტემა იესომ უთხრა მათ, რომ თქვენი мама ეშმაკიაო. Когда Христос им говорит, вы гробы окрашенные, როცა ქრისტემ უთხრა მათ, თქვენ შეღებილი საფლავები ხართო, он შეთეთრებული. это кому говорил? ვისეუბნეოდა? Грузинам, что ли? საქართველოს, Монголо-татарам? თათარ-მონგოლებს, Таджикам? ტაჯიკებს. Да нет, არა, он это говорил евреям. ვისეუბნეოდა ამას ებრაელებს. Вы гробы окрашенные. თქვენ ხართ შეთეთრებული სამარხებიო. Так может быть Иисус тоже антисемит? იესოც ანტისემიტი გამოდის მასში. Нет, არა, რა თქმა უნდა. Иисус Сын Божий. იესო ღმერთის ზე. А религия, она была, есть и будет инструментом в руках дьявола. იესო ღმერთის ზეა, ხოლო რელიგია იყო, არის და იქნება ეშმაკის ხელში იარაღი. Почему он и нам сказал, берегитесь რატო გითხრა მან ჩვენ მოერიდეთ закваски, ფარისეველთა საფუარს, берегитесь მოერიდეთ вакцины, ვაქცინებს, берегитесь вакцинации მოერიდეთ ვაქცინაციას фарисеев. ფარისევლებისა Ну, по-ихнему, закваски, და იმათ ენაზე ეს არის Фарисейской. საფუარი, которые суть лицемерия, რომელიც არის თვალთმაქცობის არსი и с этой идеологией у Иисуса Христа нет ничего общего. და ამ იდეოლოგიასთან იესო ქრისტეს არაფერი არ აქვს. Поэтому в силу нашей духовной зрелости мы должны дар Божий отличать от яичницы. ამიტომ ჩვენ სულიერი სიმწიფის ასაკში უნდა შევძლოთ ღმერთის ნიჭის ერბოკვერცხისგან გარჩევა. Потому что если мы не можем отличать თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავარჩიოთ то, что делает Бог, იმას, რასაც ღმერთი от აკეთებს, того, что делают религиозные, იმისგან, რასაც რელიგიური ლიდერები, ლიდერები აკეთებენ, то нам горе. მაშინ ჩვენ ვაი გვაქვს. И мне пришлось публично, და მე სახალხოდ момიწია в том числе и в том кабинете, იმ კაბინეტშიც კი говорит, я не
угроза, и я не разжигаю ненависти. მე უთხარი რომ მე არ წარმოვადგენ საფრთხეს და არ შუღლს Я არ там ვაფრთხილებ. проповедовал тоже. მე იქაც ვიქადაგე. И говорю, я не антисемит, მე უთხარი რომ არ ვარ ანტისემიტი, я антифарисей. მე ვარ ანტიფარისეველი. Пастор Алексей პასტორი ალექსეი, ныне антифарисей. ჩვენ ანტიფარისევლები არ ვართ. А Израиль я любил, ისრაელი მიყვარდა, благословляю, и мы ვაკურთხები. без него никуда. მე მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენ დარსად. Хотим мы этого или не хотим? გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა. Нравятся нам эти евреи или не нравятся? მოგწონ ჩვენ ებრაელები თუ არ Бог მოგწონ. взял и избрал их. ღმერთმა აიღო და აირჩია ეს И ერი. ты с этим ничего не сделаешь. ჩვენ ამას ვერაფერს ვერ უზავ. Новое небо Бог приготовил для церкви, ახალი ზეცა მოამზადა ღმერთმა ეკლესიისთვის а новую землю Он приготовил для евреев. და ახალი მიწა მოამზადა ებრაელებისთვის. И во время тысячелетнего царства столицей новейшей цивилизации будет не Нью-Йорк, და 1000-წლოვანი მეფობის დროს ქვეყნიერების და სამყაროს დედაქალაქი იქნება არა ნიუ-იორკი и там не будет новой Москвы. და იქ არ იქნება ახალი მოსკოვი. Там вот Шнур оказался прав, пророческий исполнитель. По ком горят, Москва, твои колокола. И вот сейчас на свою голову напел. რუსი მომღერალი რომღელის რო შენი ზარები დარეკენო იქ. Так вот, на новой земле ახალ დედამიწაზე столицей цивилизации ცივილიზაციის დედაქალაქი будет новый Иерусалим. იქნება ახალი Ну ты хоть იერუსალიმი. тресни. დიდება უფალს. А сегодня, და დღეს ну, промежуточный этап. ეს არის გარდამავალი ეტაპი. Поэтому я для себя вывел эту фундаментальную классическую формулу. და ამიტომ მე ჩემთვის გამოვიყვანე ეს ფუნდამენტალური კლასიკური ფორმულა. Иисус Христос იესო ქრისტე вчера, გუშინ сегодня დღეს и вовеки тот же, და უკუნისამდე в იგივეა. такой же мере, как фарисеи вчера, ისევე როგორც ფარისევლები გუშინ сегодня დღესაც и вовеки те же. და უკუნისამდე იგივე იქნებიან. А ты мозги включи შენ ტვინი чарте и определи свои координаты. და გამოიკვლიე შენი კოორდინატები, Ты განკვიე. с кем? შენ висთან ხარ? С тем, кого они распяли, იმასთან ვინც მათ ჯვარს или с გააკრეს теми, кто распял? და თუ იმასთან ვინც გააკრეს ჯვარს. Поэтому это для взрослых грузин рассчитана тема. ეს ზდასრული ქართველებისთვის არის გათვლილი ეს თემა. Поэтому камарджоба. ასე რომ გამარჯობა. Доброе утро. დილამშვიდობის И спасибо за понимание. და მადლობა И გაგებისთვის. представляете себе, და წარმოიდგინეთ в публичном пространстве საჯარო სივრცეში испытываются твои жизненные ценности. და გამოიცდებიან შენი ცხოვრებისეული ფასეულობები. Как написано, требующему у вас отчета, როგორც დაწერილია, ვინც თქვენგან ანგარიშს მოითხოვს, дайте отчет свое მიეცით упование ანგარიში. ясно и конкретно. გასარკვევად და კონკრეტულად. Дальше у меня всегда откровение есть, მე შემდეგ სულ ყოველთვის მაქვს что когда გამოცხადება. Иоанн როცა იოანემ на острове Патмос პატმოსის კუნძულზე увидел Новый Иерусалим, დაინახა ახალი იერუსალიმი, то он посмотрел, что на воротах 12 ворот вокруг Иерусалима. და მან დაინახა, რომ ახალი იერუსალიმის ირგვლივ იყო 12 ჭიშკარი და თითოეულ ამ ჭიშკარზე იყო 12 ტომის სახელი. და როცა ის მივიდა ამ 12 ჭიშკრის საფუძვლებთან, საძირკვლებთან, მან დაინახა იქ 12 მოციქულის სახელი. Поэтому мы взаимосвязаны с ними. ჩვენ დაკავშირებული ვართ მასთან. И мы никуда не денемся. ჩვენ ვერსად ვერ წავალთ. Злиться можно, Шесть- раздражаться можно, შეიძლება გაბრაზდე, შეიძლება გაღიზიანდე, но перечеркивать это нельзя. მაგრამ ამაზე ხაზის გადასმა არ შეიძლება. Поэтому церковь, Израиль и вечная жизнь – это единые, неотъемлемые звенья одной цепи. ასე რომ ეკლესია, ისრაელი და საუკუნო სიცოცხლე ეს არის ერთიანი გაუყოფელი რგოლი ჯაჭვისა. Поэтому если кто-то где-то как-то вам преподнесет материал,
из первых уст. ასე რომ თუ ვინმე სადმე როდისმე თქვენ მოგიტანთ მასალას პირველი ხელიდან И скажите, что все верующие во Христа Иисуса суть сыны Авраама. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მორწმუნე უფალი იესო ქრისტესი არის აბრაამის შვილი. Авраам Швили, да. Я тоже Ледяев Швили. Да. მეც ლიდიაევის შვილი ვარ. Поэтому мы никуда не денемся. ასე რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. У нас новая песня появилась, наверное, вы пели, да? ჩვენ ახალი სიმღერა გვაქვს. Мы торжествующий собор. ჩვენ მოზეიმე კრება ვარ. Мы церковь первенцев от века. ჩვენ პირმშოთა ეკლესია ვარ. Своей судьбе наперекор და ჩვენი ბედის გზა გასაყარს. мы сыновья Мелхиседека. ჩვენ მელქისედეკის შვილები И у ვარ. нас связь с ними. და ჩვენ კავშირი გვაქვს მათთან. Поэтому перед вами стоит Алексей Мелхиседекович. და ასე რომ თქვენ წინაშე არის ალექსეი მელქისედეკის ძე. Ледяев Швили, да? მელქისედეკის შვილი. Все Бог вот. აი ღმერთი ესე საინტერესო დაკეთებს ყველაფერს. Так что, уважаемые друзья, მას ასე რომ მეგობრებო, если у тебя есть реальные откровения о Христе, თუ შენ გაქვს რეალური გამოცხადება если ქრისტეზე, у тебя есть реальные откровения о Боге, თუ გაქვს რეალური გამოცხადება, если ты знаешь, кто ты во Христе Иисусе, თუ შენ იცი ვინ ხარ შენ ქრისტე и იესოში Дух Святой живет в тебе, და სული წმინდა ცხოვრობს ты შენში, всегда будешь выше всех барьеров. შენ იქნები ყოველთვის ყველა ბარიერებზე зем. Водимые Духом Божиим, ღმერთის სულით მავალნი, суть сыны Авраама ისინი и არიან суть აბრაამის сыны Божьи. და ღმერთის Amen. შვილები. ამენ. Давайте подарим Богу მოდი მიუძღვნათ великие аплодисменты. ღმერთს. Бог благ ღმერთი კურთხეულია и Бог милосерд. და ღმერთი მოწყალია. Главный тезис этого сезона, თავარი თეზისი ამ სეზონის вы, наверное, слышали не раз. თქვენ ალბათ არაერთხელ Мы მოგისმენიათ. этот сезон провозгласили ჩვენ ეს სეზონი გამოვაცხადეთ. временем восстановления скинии Давида. ეს არის დავითის კარვის აღდგენის სეზონი. Опять еврейская тема. ისევ ებრაული თემა. Ну куда? Какой мы антисемиты? და როგორი ანტისემიტები ვარ ჩვენ? Кем был Давид? ვინ იყო დავითი? Монголо-татаром თათარ-მონგოლი? или кем? ან Он ვინ? был евреем. ის იყო ებრაელი. Кто-то говорит, Ветхий Завет это остался в прошлом. ვიღაც ამბობს ძველი აღთქმა წარსულში დარჩა. А мы в Новом Завете. და ჩვენ ახალ აღთქმაში Между Ветхим Заветом и Новым Заветом железобетонная глубокая взаимосвязь. Без одного не было бы другого. ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის რკინა ბეტონზე მყარი ფუნდამენტური კავშირია. ერთის გარეშე არ არსებობს მეორე. Ветхий Завет это корневище, ძველი აღთქმა ეს არის საფუძვლის საფუძველი. а Новый Завет это вот то дерево с ветвями. და ახალი აღთქმა ეს არის ის ხე თავის ტოტებით. Поэтому не подвергайтесь вот этим лжепророкам, лжеучителям, которые говорят, Бог Ветхого Завета дьявол, Ветхий Завет закончился, мы здесь в Новом. Шиза. ასე რომ არ მოусმინოთ ამ ცრუ წინასწარმეტყველებს და ცრუ მასწავლებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი ეშმაკია, ძველი აღთქმა დამთავრდა და ჩვენ ახლა რაღაც ახალ ღმერთთან ახალ აღთქმაში ვართ. Все, что Бог начал в Ветхом Завете, ის რაც ღმერთმა დაიწყო ძველ აღთქმაში, Он будет продолжать и завершать в Новом Завете. ის გააგრძელებს და დაამთავრებს ახალი აღთქმის დროს. Причинно-следственную связь никто никогда не отменял. მიზეზ შედეგობრივი კავშირები არასდროს არავის არ გაუქმებია. Поэтому ასე რომ написано, დაწერილია, потом обращусь. მერე დაუბრუნდები, Это Петр ეს პეტრემ проповедует и пророчествует. ამას პეტრე ქადაგებდა და წინასწარმეტყველებდა Говорит, и Господь говорит, და უფალი ამბობს, потом обращусь მერე დაუბრუნდები и восстановлю скинию Давида. და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს. И все, что в ней было разрушено, და ყველაფერი რაც მასში იყო დაანგრეული, я восстановлю. მე აღვადგენ. И для чего это? და რატომ რისთვის Для ეს? чего Бог восстанавливает скинию Давида? რისთვის აღადგენს ღმერთი დავითის კარავს? Чтобы
среди всех народов, რომ ყველა ერს შორის где будет возвещаться Слово Божие, სადაც იქნება ნაქადაგები ღმერთის люди სიტყვა могли познать Господа. რომ ადამიანებმა შეძლონ ღმერთის შემეცნება Понимаете, о чем речь идет? იგებთ რაზე არის ლაპარაკი Опыт царя Давида. ეს იყო დავითის გამოცდილება Он не был пастором, ის არ იყო პასტორი он не был лидером прославления. ის არ იყო Он ქებადიდების был ლიდერი президентом своей страны. ის იყო თავისი ქვეყნის პრეზიდენტი Министерство культуры он превратил в министерство поклонения живому Богу. და კულტურის სამინისტრო თავის ქვეყანაში მან გადააქცია ღმერთის თაყვანისცემის სამინისტროდ Самые талантливые музыканты, ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსები самые талантливые певцы, ყველაზე ნიჭიერი მომღერლები самые талантливые танцоры. ყველაზე ნიჭიერი მოცეკვავეები Там по 30 тысяч, по 40 тысяч был вот эта группа. 30,000-ები 40,000-ები იყვნენ ეს ჯგუფები Давид писал им псалмы დავითი წერდა მათთვის и ფსალმუნებს говорит, прославляющих Господь всегда будет прославлять, защищать и благословлять. ამენ დაეუბნეოდა ღმერთი თავის განმადიდებლებს ის ყოველთვის განადიდებს დაიცავს და მათი დაცვა И იქნება не только на персональном уровне, არა მარტო პერსონალურ на დონეზე государственном уровне. სახელმწიფო დონეზეც კი И мы верим в восстановление скинии Давида და ჩვენ გვჯერა დავითის კარვის აღდგინება и возрождение царственного священства. და მეფური სამღვდელოების აღდგინების Когда бюджет государства будет тратиться на праздники поклонения на государственном уровне на центральных стадионах. როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხები ცენტრალურ სტადიონებზე ღმერთის თაყვანისცემის და განდიდებისთვის По-человечески реально ли это или нет? ადამიანურად რეალურია ეს თუ არა Но для нашего Господа Иисуса Христа это абсолютная реальность, которая произойдет, невзирая на мнение людей. ჩვენი უფლისთვის ეს ყველაფერი რეალურია რაც მოხდება აუცილებლად Мало ли, что сегодня говорят люди, находящиеся на ключевых позициях. და არ აქვს მნიშვნელობა დღეს ადამიანები რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე იმყოფებიან Мало ли, о чем они договорились. არ აქვს მნიშვნელობა რა მოილაპარაკა Мало ли, какие там они договора подписали. რაღაც ხელშეკრულებებს რო ხელი მოაწერეს У меня добрая новость, уважаемые друзья. მე მაქვს კარგი ახალი ამბავი ჩემო ძვირფასო Персональную ответственность за восстановление скинии Давида берет на себя сам всемогущий, великий Господь, который всегда был прав. დიდება უფალს რომ პერსონალურ პასუხისმგებლობას დავითის დაცემული კარვის აღდგენაზე იღებს თვითონ ყოვლისშემძლე უფალი И мы читаем, что Господь говорит, я обращусь, და ჩვენ ვკითხულობთ რომ უფალი ამბობს მე მოუბრუნდები я восстановлю, მე აღვადგენ я эти развалины буду реставрировать. მე ამ ნანგრევებს რესტავრაციას Не на შავკარებ тебя и не на меня, შენზე და ჩემზე კი а არა Он на себя ის თავის თავზე возложил ответственность. თავის თავზე აიღო И Он говорит, это პასუხისმგებლობა я сделаю. და ამბობს ამას მე И გავაკეთე ни один черт мне не помешает. და ვერც ერთი ეშმაკი ვერ შემიშლის ხელს Ни один поклонник дьявола мне в этом не помешает. და ვერც ერთი ეშმაკის თაყვანისმცემელი ამ საქმეში ხელს И он ვერ просто შემიშლის. спрашивает сегодня церковь, а ты веришь этому или нет? და ის ეკითხება დღეს ეკლესია შენ გწამს ამის თუ არა И Господь говорит, с тобой ли, შენთან ხარ без тебя ли? ან შენთან ერთად ან შენს У меня გარეშე есть 7000, მე მაყავს 7000 которые не преклонят колено перед Ваалом современным. რომელებსაც არ მოუდრეკიათ მუხლი თანამედროვე ბაალის წინაშე И я восстановлю праздники поклонения на государственном уровне. და მე აღვადგენ თაყვანისცემის დღესასწაულებს სახელმწიფო დონეზე Потому что прежде чем церковь исполнит свое великое поручение, იმიტომ რომ იქამდე სანამდე ეკლესია შეასრულებს თავის დიდებულ დავალებას прежде чем народы покаются перед Богом, надо поменять атмосферу в странах и в городах.
იმ დრომდე სანამდე ერები მოინანიებენ და ღმერთისკენ მობრუნდებიან, საჭიროა რომ შევცვალოთ ატმოსფერო ქვეყნებში. В городе Ефес 2 часа кричали язычники: велика Артемида Ефесская, велика Артемида Ефесская. Даже Павел не мог войти в этот город, потому что атмосфера была демоническая. ქალაქ ეფესოში მაგალითად ჩვენ ვკითხულობთ რომ 2 საათის განმავლობაში ყვიროდნენ ეფესელები რომ დიდია არტიმედე ეფესელი და პავლეც კი ვერ შედიოდა ამ ქალაქში. Когда сегодня в Берлине, როცა დღეს когда сегодня в ბერლინში, Москве როცა დღეს მოსკოვში собираются по 40 тысяч, по 50 тысяч იკრიბება мусульман, 40,000, 50,000 мусульмани расстеливают вот такие коврички და გაფენენ и წინა кричат: მხარჩეს Аллах Акбар, Аллах Акбар. და Без ყვირიან всяких ალლაჰ აკბარ, специальных ალლაჰ программ. აკბარ. ეს არის Это სპეციალური პროგრამა. поклонение, атмосфера меняется. ეს არის თაყვანისცემა და ატმოსფერო შეიცვლება. И Господь говорит: когда же мой народ და უფალი ამბობს, ჩემი ერი როდისღა соберется როდისღა на შეიკრიბება стадион, не სტადიონებზე для исцеления опять, და რაღაც გამკურნებისთვის не для კი არა благотворительности. და ქველმოქმედების გამო კი არა Да сколько можно эту антирекламу продвигать? და რამდენჯერ უნდა გქონდეს ეს ანტირეკლამა გაშვებული. Мусульмане не нуждаются в этом. მუსულმანებს არ ჭირდებათ ეს. Сатанисты в этом не нуждаются. სატანისტებსაც არ ჭირდებათ ეს. ACDC собирает 100 тысяч. ჯგუფი ACDC კრებს 100,000-ობით ადამიანს. И там кричат: highway to hell. და ისინი Пойдем ქვია в ад. highway to hell. Когда Бог говорит: а когда же я увижу стадион моих поклонников? და უფალი ამბობს, როდის ვიხილავ სტადიონებს გავსებულ ჩემი თაყვანის У მცემლები. Бога ревность. ვიღაცას აქვს მოშურნეობა. Он дает таланты, ღმერთს აქვს Он дает მოშურნეობა. возможность, ის გვაძლევს Он ტალანტებს, дает საშუალებებს. солнце, ის Он გვაძლევს дает ზეს. погоду, ის Он გვაძლევს дает წვიმას. вот эти возможности, и Из люди Гваделя отворачиваются от Него. Господь говорит: нет, я возьму реванш. და უფალი ამბობს, არა, მე აუცილებლად დავიღებ И რევანშს. вспомните мой хриплый голос. На центральных стадионах столичных городов мы с вами будем видеть сотни тысяч поклонников живого и великого Бога. დაიმახსოვრეთ ჩემი ჩახლეჩილი ხმა, რომ ჩვენ ქალაქის სტადიონებზე დავინახავთ 100,000-ობის შეკრებილ წმინდანებს. Господь говорит: я восстановлю. უფალი ამბობს, მე აღვადგენ. Я восстановлю скинию Давида. მე აღვადგენ დავითის И კარავს. надо молиться, что нам удостоится чести. და უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენ პატივი გვერგოს, Да удостоится чести რომ პატივი გვერგოს быть частью этой программы. და ვიყოთ ამ პროგრამის ნაწილი. Господи, помоги слышать, Да что ухало. Дух говорит церква. დამეხმარე, რომ გავიგოს სული რას ეუბნება ეკლესიით. От Евангелия пробуждения мы должны переходить к Евангелию Царства. გამოღვიძების სახარებიდან უნდა გადავიდეთ სამეფოს სახარებაზე. Оставивши начатки учения Христова, мы должны спешить к совершенству. რომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფილებისკენ. В ноябре месяце ნოემბრის თვეში Господь дал эту идею. უფალმა მოგცა ეს იდეა, Видеть уже хотя бы отголоски этого проекта. რომ დავინახოთ პატარა ჩანასახი ამ პროექტის. Представляете себе, элита Министерства культуры Латвии. წარმოიდგინეთ ლატვიის კულტურის სამინისტროს ელიტა, Симфонический оркестр, სიმფონიური ორკესტრი, академический хор, აკადემიური ანსამბლი, გუნდი, этот дирижер, დირიჟორი, он мой лучший друг. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. Когда я его познакомил с нашим материалом, როცა ის გავაცანი მას ჩვენი მასალა я сказал: вот такие вот есть композиции. და აი ასეთი კომპოზიციები გვაქვს უთხარი, აი ეს არის. Бог и человек, вечный конфликт. Вот блюз, всякая плоть, трава. Вот фанк, вот рок. Ну, когда показал, მე у него ვაჩვენე ადამიანსა და ღმერთ შორის მუდმივი კონფლიქტია, აი ეს ბლუზი, ეს ფანკი, ეს шманки, да. ეს როკი, Он был в восторге. ის აღფრთოვანდა.
Он говорит, давайте мы это осуществим. და თქვა, მოდი ამას განვახორციელებთ. Говорит, сколько можно играть Рахманинова, сколько можно играть вот эти все привычные вещи. და მითხრა, რომ რამდენ ხანს უნდა დაუკრათ რახმანინოვი და ეს კიდე რაღაც მიჩვეული რამე. Кто-то из вас был, по-моему, на оратории. Кто был на оратории 36? ვინ იყავით ორატორია 36-ზე? Вы даже не представляете, თქვენ ვერ წარმოიდგენთ что там творилось. რა ხდებოდა იქ. Одновременно на сцене находились порядка 120 человек. და ერთდროულად სცენაზე იყო დაახლოებით 120 кაცი მეტი. Это комбинация, это то, чего по-человечески невозможно ეს იყო собрать. კომბინაცია ისეთი რამ, რაც უბრალოდ ადამიანურად შეუძლებელია მის გაკეთება. Это только Бог мог такое сделать. ამის გაკეთება მარტო ღმერთს შეუძლია. Друзья, то, о чем я проповедую, это то, что мы переживаем на своей шкуре. იმას, რასაც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით, მეგობრებო, ეს არის იმას, რასაც ჩვენ ტყავზე განვიცდით. Дьявол хочет твой духовный опыт, который ты имеешь во Христе, крещение Духом Святым, поклонение. Ну, это сектанты, это там, а мы профессионалы, мы вот здесь. და ეშმაკს უნდა იცით ჩვენი გამოცდილება და განცდები, რასაც ჩვენ განვიცდით, ეს არის სულიწმინდით ნათლობა, ღმერთის თაყვანისცემა და განდიდება. ეშმაკი ესენი სექტანტები არიან, მოაშორი აკედა. ჩვენ პროფესიონალები ვართ. И многие христиане в это уверовали. Мы вот здесь, а они вон там. და ბევრმა ქრისტიანმა ეს დაიჯერა, ჩვენ აი აქ ვართ და აი ისინი კიდე იქ სადღაც. Но мы говорим категорически нет. მაგრამ ჩვენ ვამბობთ კატეგორიულად არა. Новое творение во Христе Иисусе, мы от вышних. ჩვენ ვართ ახალი ქმნილება იესო ქრისტეში და ჩვენ ვართ ნაღები. Он делает нас головою, ის ღვთის ჩვენ თავად а не хвостом. და კუდად კი არა. Во что ты веришь, რასაც ირწმუნებ, тем ты и будешь. ის იქნება შენ ცხოვრებაში. Если вы голова, включите мозги. და უფალი ამბობს, თუ თავი ხარ, ჩართე ტვინი. Еще раз. Если Бог делает нас головою, თუ ღმერთმა ჩვენ გვაქცია თავად, включайте мозги, მოდი ჩავრთოთ ტვინები, чтобы мы имели ум Христов. რომ გქონდეს ქრისტეს აზრი. И я им говорю этим вот товарищам, профессионалы, которые на самых элитных подразделениях находятся. და მე ვეუბნეოდი ამ ამხანაგებს, პროფესიონალები, რომლებიც ყველაზე ელიტურ განყოფილებებში არიან. Этот дирижер, он читает. Мгм. ამ დირიჟორმა წაიკითხა ეს. Да, я знаю. დიახ. Все композиции. ყველა კომპოზიციები. Господь и зальет უფალი Духа გადმოღრის своего. თავის სულისგან. Там не было ни одного критического замечания. Ну, вы религиозники, а мы вот типа светские, ничего подобного. და არც ერთი კრიტიკული შენიშვნა არ იყო იმის მსგავსი, რომ აი თქვენ რელიგიურები ხარ და აი ჩვენ კიდე ქვეყნიერების ნაღები ვართ. არაფერი მსგავსი არ თქმულა. Если Бог говорит, я буду восстанавливать скинию Давида, თუ ღმერთმა თქვა, რომ მე აღვადგენ დავითის კარავს, то он мозги всем вправит ის მაშინ ტვინებსაც გაუსწორებს и სხვებს даст одно сердце, და მისცემს ერთ გულს и даст одни ощущения. და მისცემს ერთ განცდას. Вы даже не представляете, как я рисковал. და ვერ წარმოიდგენთ როგორ ვრისკავდი ამ დროს. Как говорят в мире, кто не рискует, როგორც ქვეყნიერებაზე ამბობდნენ, ვინც არ რისკავს, тот в вечере не участвует. ის ზიარებაში არ მონაწილეობს. Я здесь не только симфонический оркестр, хор привлек. მე აქ უბრალოდ სიმფონიური ორკესტრი და გუნდი კი არ მომიზიდავს. Я вам говорю, знаете, вот проигрыш будет между этой композицией и этой 10 минут. მე უთხარი რომ აი ამ კომპოზიციასა და ამ კომპოზიცია შორის შუალით იქნება 10 წუთი Здесь исполнять просто бит, а мы будем молиться на языках. და მე უთხარი რომ თქვენ აქ უბრალოდ შეასრულებთ ამ ბიტს და ჩვენ კი ვილოცებთ ენებით. მე უნდები ალექსეი ხوار შეიშა. და მე ვთქვი რომ ენები უნდა დავაბრუნოთ. Потому что многие церкви перестали молиться на языках. იმიტომ რომ ბევრმა ეკლესიებმა უკვე გაანებეს თავი ენებზე ლოცვას. Люди не поймут. ადამიანები ვერ იგებენ. Если ты понимаешь Бога, и Бог тебя понимает, они тебя поймут в 1000 раз легче. და თუ ღმერთს ესმის შენი და შენ გესმის ღმერთი, ისინი შენზე 1000-ჯერ უფრო კარგად მღერიან შენზე. И мы собирали, вот 10 минут проигрыш будет. Мы брали 5 человек. და 10 წუთი უკრავდა მუსიკა, ჩვენ ვიღებდით 5 ადამიანს. Молишься по 2 минуты ილოცებ 2 წუთი на языках. ენებზე. Если во время 2 минут тебе в мозги какая-то идея пришла от Бога,
თუ ამ 2 წუთის განმავლობაში შენ ტვინში რაღაც იდეა მოგივიდა ღმერთისგან, Пророчествуй. იწინასწარმეტყველე, Пророчествуй, сестра. Пророчествуй, брат. И Слово тебя Божье в два. устах не удерживай. ძმაო და დაო, Вы даже не представляете თქვენ ვერ წარმოიდგენთ. неверующих людей. Не то, что неверующих, как вам, не церков, не воцерковленных. ურწმუნო ხალხიმა, ურწმუნო კი არა, არაეკლესიურები. И вот закончилась композиция. Встань, спящий, воскресни из мертвых. და დამთავრდა კომპოზიცია აღდექ მძინარევ და გაგინათებ შენ И ქრისტე. после этого начинается 10-минутный проигрыш. და ამის მერე არის 10 წუთიანი მუსიკალური ჩანართი. И берут микрофон молитвенники. იღებენ помнишь, молился тоже, да? მიკროფონს, აი ძმას ახსოვს И мы под этот бит щера лабра камотин глосса капату рэп блинга расом бла. Смотрят. და ჩვენ ამ მუსიკაზე ენებზე ვლოცულობთ, ისინი გვიყურებენ. Ни один человек не встал и не ушел. არც ერთი ადამიანი არ ამდგარა და არ წასულა. Люди, открыв рот, და ადამიანებმა გახსნეს ბაგე, გააღეს პირი და გვიყურებდნენ. а когда камера шла по оркестру და როცა ისა კამერა ორკესტრს გადაუვლიდა и хору, და გუნდს გადაუვლიდა, они вот так. ისინი Что это? რარისე? Да когда ты реально молишься на языках, помазание Святого Духа, оно реально опускается, и человек прикасается к живому Богу. და შენ როცა რეალურად როცულობ ენებზე, მაშინ ღმერთის სულიწმინდის ცხებულება გადმოდის შენზე და ეხები ცოცხალ ღმერთს. Я не говорю, что это уже скиния Давида, но это уже отголоски. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს უკვე დავითის კარავია, მაგრამ ეს ის კვირტები არის. Когда христоцентризм, თუ ქრისტე ცენტრულობა, когда профессионализм, პროფესიონალიზმი и когда помазание Святого Духа და სულიწმინდის ცხებულება соединяются вместе, ერთად შეიკრიბება, наш Бог прославляется. ჩვენი ღმერთი გამდიდდება. Аллилуйя! ჰალელუია! И вы понимаете, это был прорыв. და უნდა გამიგოთ, რომ ეს В იყო зале გარღვევა. находились пятидесятники, დარბაზში იყვნენ 50-იანლები, находились харизматы, იყვნენ ქარიზმატები, баптисты. ბაპტისტები. Раньше хоть пятидесятники от баптистов чем-то отличались. ადრე 50-იანები ბაპტისტებისგან რაღაცით განსხვავდებოდნენ. Баптисты молились вот так. Руки почему-то они вон туда ложили. ბაპტისტები ასე ლოცულობდნენ, ხელებს ესე იჭერდნენ И что-то шептали. და რაღაცას ჩურჩულებდნენ. А пятидесятники, და аж это крыша там და дрожала. 50-იანები ისე ლოცულობდნენ, სახურავი კანკალებდა. Время прошло, დრო გავიდა, пятидесятники 50-იანებმა დაუკლეს ცოტა, сравнялись с баптистами. გათანაბრდნენ ბაპტისტებთან. Смотришь, как они молятся. და უყურებ, И როგორ ლოცულობდნენ. даже многие приходили, ну ты смелый. და მეუბნეოდნენ, შენ მამაცი ხარ. Я говорю, а в чем смелость? მეუბნე, რაშია Нас სიმამაცე? учили. ჩვენ გვასწავლიდნენ. Духовная брань на языках. სულიერი А ბრძოლა, сейчас как будто- ენებზე ლოცვა. как будто ეხლა ეს აღარ არის. Кастрировали как будто. თითქოს და ადამიანების კასტრირება გაუკეთეს. Хотим поменять мир, давайте сначала поменяем церковь. მოდ გვინდათ ქვეყნიერება შევცვალოთ. მოდი ჯერ ეკლესია შევცვალოთ. Хотим преобразить мир, თუ გვინდა Давайте ქვეყნიერება преобразим. გარდავსახოთ, наше служение, наши молитвы. მოდი ჩვენი მსახურებები, Наши ჩვენი отношения с ლოცვები Богом. შევცვალოთ. И представляете себе, там во время первого проигрыша იქ პირველი მუსიკალური ჩანართის შემდეგ был проигрыш 5 минут. იყო 5 წუთიანი ჩანართი. И вот мы там исполняли какое-то произведение с Айгаром. და ჩვენ ეგ აიგართან ერთად რაღაც ნაწარმოებს А ვასრულებთ. когда Айгар начинает молиться, როცა აიგარი ლოცულობს, такое ощущение, как будто его родители в Сибири жили. ისეთი განცდობა, რომ მისი მშობლები ციმბირში ცხოვრობდნენ, Среди шаманов где-то. შამანებს შორის. Я раньше думал, что у него раньше был Ричард Гир там вот в Голливуде. ადრე მეგონა რომ ის რიჩარდ გირი იყო ჰოლივუდში. Голливудские корни, оказывается, шаманские. მე მეგონა რომ ჰოლივუდური ფესვები ქონდა და აღმოჩნდა რომ შამანური ფესვები Когда он ქონდა. начинает молиться, როცა ის ლოცულობს, люди чувствуют, вот это интересно. ადამიანები უყურებენ, ეს Ну, საინტერესოა. я на языках по-баптистски молюсь, да? მე энებზე ბაპტისტურად Ну, больше ლოცულობ. так. И самое интересное, на эту ораторию мы пригласили руководителя пансионата.
და ამ ორატორიაზე მოვიწვიეთ პანსიონატის ხელმძღვანელები. Марика Журавлева, она с Лаймой Вайкулой работала в группе, ну, музыкант, человек способный. მარიკა ჟურავლიოვი ეს ლაიმე ვაიკულასთან ერთად მუშაობდა პროექტებზე. И она человек 20 привела из пансионата, и сама вот так вот. Ну, когда ты музыкант, а у тебя это обязательно будет. და მან სადღაც 20 ადამიანი მოიწვია თავისი გუნდიდან, როცა отражаться. მუსიკოსი ხარ, შენ ამას გრძნობ. И самое интересное, ყველაზე иди საინტერესო. расскажи, чтобы я ничего не придумал. Я отдохну немножко. И когда закончилось все, და როცა ყველაფერი დამთავრდა, я спрашиваю Марику, ну как? მე ვკითხე მარიკს. Да, и когда люди говорят, вы только не кричите на языках со сцены, და ადამიანები ამბობდნენ, თქვენ უბრალოდ არ იყვიროთ Потому что- ენებზე სცენიდან. это будет отпугивать всех. იმიტომ რომ შეაშინებს ადამიანებს. Мы были с пастором в одной церкви, такой в Польше. ჩვენ ვიყავით პასტორთან ერთად ერთ ეკლესიაში, И პოლონეთში. когда пастор нас вез, და როცა პასტორმა იქ დაიწყო, он как-то начал приготавливать пастора. მან დაიწყო პასტორის შემზადება. Он говорит, смотрите, когда к нам приходили баптисты, ისე უმნეოდა, როცა ჩვენთან მოდიოდნენ ბაპტისტები, и я смотрел на них, მე უყურებდი მათ и смотрю, во время прославления они уходят. და უყურებ, რომ ქებადიდების დროს ისინი მიდიოდნენ. Я им спрашиваю, почему вы уходите? და ვკითხე, რატომ მიდიხართ? Он говорит, ну вы так кричите там на языках, мы не можем это выдержать. და თქვენსო, რომ ისე ყვირი ხართ ენებზე, თქვენ რომ ჩვენ ამის ატანა არ შეგვიძლიაო. И он говорит, нет проблем. მე უთხარი, არ არის პრობლემა. Я скажу, чтобы на языках со сцены не молились. მე ვეთყვი, რომ ენებზე სცენიდან არ ილოცონ. Он говорит, потом смотрю, приходит адвентисты 7-го дня. მე შევხედე და მოვიდნენ მეშვიდე დღის ადვენტისტები И тоже во время прославления встают и уходят. და შემდეგ ქებადიდების დროს დგებიან და მიდიან. И я им спрашиваю, почему вы уходите? მე ვკითხე, რატომ მიდიხართ? Они говорят, у вас песни о Троице. და გვითხრესო, რომ თქვენო სამებაზე მღერი ხართო. Я говорю, нет проблем. მე უთხარი, არ არის პრობლემა. Мы поменяем эти песни. შევცვლით ამ სიმღერებს. Ну и пастор, шутя, და პასტორმა ხუმრობით может быть, и к вам пидорасы приходят? შეიძლება თქვენთან ჰომოსექსუალისტებიც მოდიან. И он говорит, да, приходят. დიახ, მოდიან. И мы стараемся со сцены ничего не говорить. და ჩვენ სცენიდან არაფერს არ ვამბობთ ამაზე. Мы были в шоке. ჩვენ ვიყავით შოკირებულები. Ну вот так, и эта женщина და ასე რომ ეს ქალი после оратории 36, ორატორია 36-ის შემდეგ когда ей спрашивали, ну как вам понравилось? და ვკითხეთ, როგორ მოგეწონა? Она говорит, мне все очень понравилось. მან თქვა, მე ყველაფერი ძალიან მომეწონა. Особо понравилось, когда пастор и Айгар, они начали петь какую-то сонату. განსაკუთრებით მომეწონა, როცა პასტორმა და აიგარსმა რაღაც სონატა იმღერესო. Это так зажигло. ამან ისე ამანთო. И я хотела на сцену выбежать к вам. მე მინდოდა სცენაზე გამოვქცეული Я ყავით еле თქვენთან. себя удержала. ძლივ შევიკავე თავი. Так что это не отпугивает, ასე რომ ეს კი არ აშინებს არავის. это притягивает. ეს პირიქით იზიდავს. Ну, что-нибудь რამე იმღერე. вечером споем, да. Спасибо, Игорь. მერე ვიმღერებ წყობა. Уважаемые друзья, ასე რომ ძვირფასო Иисус მეგობრებო. Христос говорит, იესო ქრისტე ამბობს, кто постыдится меня, ვისაც შერწყვება ჩემი, моих даров, ჩემს ნიჭების, моих молитв, ჩემი ლოცვების, моего священнодействия, ჩემი Вот в этом წმინდა мире. მოქმედებების, того я постыжусь. მისი მე ჩემრცხვება. Если ты стыдишься то, что делает Дух Святой в тебе, თუ შენ გწხვენია იმის, რასაც სულიწმინდა აკეთებს შენში, Духу Святому будет стыдно работать с тобою, когда ты в нем будешь нуждаться. მაშინ სულიწმინდა შერწხვება შენთან მუშაობის, როცა შენ დღისით ამის დაგჭირდება. У нас на служение приходит очень много и часто политические лидеры, ჩვენთან მსახურებებზე ძალიან ხშირად მოდის Руководители- ბევრი პოლიტიკური ხელმძღვანელები, общественных организаций. სხვადასხვა საერო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. Ой, у нас сегодня такие солидные люди. Давайте покороче молитва будет. Я наоборот говорю, кочегарьте. ჩვენთან ხშირად ესე არის, რომ ისე ჩვენთან ისეთი სოლიდური სტუმრები არიან, მოდი ლოცვები შევამოკლოთ და რაღაცა მე პირიქით მე ვამბობ, კატეგორიულად არა. Перекидь. И, короче, они на первом ряду так сидят. ისინი პირველ რიგებში სხედან И я
подмигнул მე моему музыканту. თვალით всё ვაჩვენებ понял? ჩვენს მუსიკოსებს, გაიგო И ყველაფერი начинается. და იწყება ენებზე ლოცვა. ესენი უყურებენ განცვიფრებული. Никто со своим уставом в чужой монастырь не ходит. С нами? არავინ თავისი წესდებით უცხო მონასტერში არ მიდის. Это наш монастырь. ეს ჩვენი მონასტერია И здесь Бог самый главный. და აქ ღმერთი ყველაზე მთავარია. И мне все равно, что кто говорит. და ჩემთვის სულ ერთია ვინ რას ამბობს. Мы ходим не перед людьми, ჩვენ დავდივართ არა ადამიანების а мы წინაშე, ходим перед Богом. არამედ დავდივართ ღმერთის წინაშე. Перед кем ты ходишь, ვის წინაშეც დადიხარ, от того ты награду и получишь. იმისგან მიიღებ А ჯილდოსაც. что награда это? და რა არის ეს ჯილდო? 3 лайка. 3 ლაიკი. Лайки. А знаете, кто лает? Собаки лают. ძაღლები ყებენ. Для меня самое главное, как реагирует Бог. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის თუ როგორ რეაგირებს ღმერთი. И Бог говорит Аврааму, და ღმერთი ეუბნება აბრაამს, ходи передо мной, იარე ჩემს будь წინაშე непорочен, და იყავი უმციკლო и награда, და ჯილდო, моя награда для тебя ჩემი ჯილდო, ჩემი საზღაური будет შენთვის велика. იქნება დიდი. И представляете, когда мне уже 70 лет, და წარმოგიდგენიათ მე უკვე 70 წლის ვარ. 36 лет движения нового поколения. 36 წლის არის ახალი თაობის С მოძრაობა. Ольгой мы 45 уже. ოლგასთან ერთად 45 წელია ერთად ვართ. И куда мы шли, და სადაც მივდივართ, во что мы верили, რაც გვწამდა, какому Богу мы поклонялись, რომელ ღმერთსაც ვცემდით თაყვანს, теряя кого-то. ვიღაცას ვკარგავდით, Лучше потерять друзей, но остаться с Богом, чем терять Бога и откровение на время, оставаясь с людьми. Потому что потеряешь однажды и то, и другое. უკეთესია დაკარგო მეგობრები და დარჩე ღმერთთან, ვიდრე დაკარგო ღმერთი მეგობრების გულისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ერთსაც დაკარგავ და მეორესაც. Поэтому не бойся терять друзей ради откровений Божьих. ამიტომ ნუ გეშინია მეგობრების დაკარგვის ღმერთის გამოცხადების ხარჯზე. Когда к Христу подошли, говорят, кто может такое слушать? და როცა ქრისტესთან მივიდნენ და უთხრეს, ვის შეუძლია ამის მოსმენა? Кто будет есть мою плоть? ვინც შეჭამს ჩემს ხორცს, როგორც Кто ქრისტე будет თქვა? пить мою кровь? ვინც დალევს ჩემს სისხლს? Там сидели такие философы. იქიჯდნენ ესეთი ფილოსოფოსები. Нифига, куда мы попали. სად მოვხდით? Это как кушать людей? აქ რა კანიბალიზმია, ხალხი ვჭამოთ? Это секта каннибалистов. ეს კანიბალების სექტა არის. Похлеще, чем у Дворкина. И они 70 человек встали და ეს 70 კაცი ადგა и сказали, до свидания. და თქვენს ნახვამდის. Бог Иисус не бежал за ними. ქრისტე იესო არ გაკიდებია მათ. И говорит, ой, извините, я не так выразился. და არ უთქვია, უი მაპატიეთ, არა ისე არ გამომითქვამს. Он говорит, вход свободный, მან უთხრა, გასასვლელი თავისუფალია а выход еще свободнее. და გასასვლელი კიდევ უფრო თავისუფალი. Господь никого не держит за шкирку. უფალი არავის არ ეჭიდება საყელოში. Видите, его кто-то хотел держать, но он вырвался. შეხედეთ, მას ვიღაცას მისი დაჭერა უნდოდა, მაგრამ ის გაიქცაო. Поэтому это прическа настоящих свободных людей. ამიტომ ეს არის ნამდვილი თავისუფალი ადამიანების ვარცხნილობა. Ребята, если бы не юмор, чокнуться можно было бы. მეგობრებო, რო არა იუმორი ჭკუიდან შეიძლება ალბათ. Представляете, смотришь Кифу, все исполнители, которые там были, ни одного нету. და აი თუ უყურებთ პროექტ კიფას, ყველა შემსრულებელი, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა, არც ერთი აღარ არის. Смотришь другой проект, უყურებ სხვა პროექტს смотрите в оба. Смотрю в оба, и нифига никого нету. და ვუყურებ და არავინ არ არის. И представляете, а Бог есть! მაგრამ ღმერთი არის. И святое место пустым никогда не будет.
და წმინდა ადგილი цариელი არასდროს არ იქნება. На место одного ушедшего ერთ წასულზე Бог 10 поставит. ღმერთი 10 წამოაყენებს. Так вот, когда я смотрю на место ушедших, вот где вот один, фамилии не буду вспоминать все, и когда я ораторию 36 смотрю, на сцене профессионалы высочайшего уровня, да Бог поругаем не бывает. Если ты ходишь перед Богом, не зацикливайся на тех людях, которые могут тебя, если я уйду, все рухнет. და არიან ესეთი ადამიანები, რომ ერთი წასulis ნაცვლად, როცა უყურებდი ორატორია 36-ს, ამდენი პროფესიონალები და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მე თუ წავალ, ყველაფერი დაინგრევა. Поймите, друзья, люди приходят и уходят, და გამიგეთ მეგობრებო, ადამიანები მოდიან და მიდიან, а Бог говорит, и сея с вами во все дни до скончания века. და უფალი ამბობს, აი მე თქვენთან ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე. Говорит, моя десница будет простерта над тобою. და ჩემი მარჯვენა იქნება გამოწვდილი შენსკენ. Живущий под кровом Всевышнего, под сенью всемогущего покоится. ღმერთის მფარველობის ქვეშ მცხოვრები ღვთის ჭრდილში მოისვენებს. Чердыльщи уйдут, ჭრდილში а წავენ. нормальные люди останутся. მაგრამ ერთგული ადამიანები დარჩებიან. Поэтому, уважаемые друзья, я понимаю, может, кто-то сдает экзамены сегодня. მე მესმის რომ ვიღაცები დღეს გამოცდას აბარებენ, კარგი გაგება. Вчера была команда, გუშინ იყო გუნდი, а сегодня никого. დღეს არავინ. А другой тебя еще начинает манипулировать и говорить, но если ты мне не будешь вот так, я уйду. С Да. такими категорически нельзя работать. და ვიღაცები კიდე манипуляციას ეწევიან და გეუბნებიან თუ ისი არ გააკეთებ მე წავალ. ასეთებთან კატეგორიულად არ იმუშაოთ. Никогда не позволяй тебя превращать в марионетку, хоть с финансовой стороны, хоть с религиозной стороны, хоть со стороны политической. არასოდეს არავის არ მისცე უფლება გამოგიყენონ როგორც მარიონეტი, არც ფინანსური მხარეს, არც სხვა მხარეს და არც პოლიტიკურ მხარეს. Стойте в свободе, которую даровал вам Христос, и не подвергайтесь опять игу рабства. იდექი თავისუფლებაში, რომელიც საჩუქრად მოგცა ქრისტემ და კვლავ არ დაექვემდება როდმონობის უღელს. Аминь. ამენ. Если Бог пообещал და თუ ღმერთი შეგვპირდა, восстановить скинию Давида, აღადგინოს ღმერთი დავითის კარავი, тебе может кто-то помешать. შენ შეიძლება ვინმე მხელი Ей შეგიშალოს. кто-то может помешать. ან მას შეიძლება ვინმე მხელი А შეუშალოს. Богу никто и никогда не помешает. ღმერთს კი ვერასდროს ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. Все будет так, ყველაფერი იქნება ისე, как ты сказал, როგორც შენ თქვი и мы получим და ჩვენ მივიღებთ все, что ты нам обещал. ყველაფერი მას რაც შენ И დაგვპირდი. дьявол по мозгам получит так же, как ты нам обещал. და ეშმაკიც მიიღებს კარგ ჩარტყმას ისე როგორც შენ შეგვპირდი. Ему надлежит царствовать, მისი არის მეფობა доколе все враги იქამდე სანამ не будут положены მისი მტრები არ подножье მოექცევიან ног его. ის ფეხქვეშ. Мы христоцентристы. ჩვენ ქრისტე центристები ვარ. В центре нашего мировоззрения ჩვენი აზროვნების და მსოფლ მხედველობის Иисус ცენტრში Христос. არის იესო Он ქრისტე. есть путь истинной жизни. ის არის გზა, ჭეშმარიტება და Он სიცოცხლე. начало, и он конец. ის არის დასაწყისი და ის არის დასასრული. И он сегодня და ის среди დღეს нас. ჩვენ И если შორის Бог არის. за нас, და თუ ღმერთი ჩვენთან არის, кто против нас? მაშინ ვინ არის ჩვენ Ты წინააღმდეგ? сказал, я восстановлю. თუ შენ თქვი რომ მე აღვადგენ, Ну, как говорят, за слова отвечать надо, да? როგორც ამბობენ რომ სიტყვებზე უნდა აგოკიდეს И პასუხი. Бог никогда не посрамит тех, кто надеется на Него. ღმერთი არასდროს არ შეარცხვენს იმათ, ვინც მასზეა მინდობილი. Поэтому, когда кто-то думает, ну, была в начале, в новом поколении какая-то идея христианского правительства, какого-то там поклонения, сейчас время прошло, თუ никакой ვინმე
пока Бог не исполнит, мы идем к этой цели. თუ ვინმე ფიქრობს რომ ნუ ხო ქონდა ახალ თაობას რაღაც ისეთი აზრები ქრისტიანულ მართლობაზე, ღმერთის თაყვანისცემაზე, მაგრამ ყველაფერმა გაიარა არანაირად სანამდე ღმერთი არის და აქვს ეს ჩვენც ვიდგებით ამაზე. Как важно, когда тебе Бог что-то говорит, რა მნიშვნელოვანია როცა ღმერთი რაღაცას ამბობს, повиноваться. Выключить დავემორჩილოთ, внутри математику, რომ შინაგანი მათემატიკა გამორთო, выключить бухгалтера, გათიშო ბუღალტერი, выключить в себе маркетолога, გამორთო შენი მარკეტოლოგი а просто стать верующим. და უბრალოდ გახდე Господи, მორწმუნე. если ты поручаешь это, ты не посрамишь нас. Ты будешь с нами, и я приглашаю всех, и мы обязательно на вечернем служении об этом поговорим подробнее. ღმერთი არ შეგვარცხენს, ღმერთი ჩვენთან იქნება, მე თქვენ ყველას გეპატიჟებით და საღამოს მსახურებაზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ ამის И შესახებ. вечером будет еще один фрагмент და საღამოს იქნება კიდე ერთი ფრაგმენტი. под названием «Листья желтые над городом кружатся». Но это зашифровано. სახელწოდებით ყვითელი ფურცლების და Это ფოთლები зашифровано, დაფრენა. да. ეს დაშიფრულია. Я вас очень ценю, люблю. მე ძალიან მიყვარხარ და გაფასებ Откровенно говоря, готовил одну проповедь. და სიმართლე გითხრათ, სულ სხვა თემას ვამზადებდი საქადაგებლად. Тезисы прислал. თეზისები Он გაუგზავნე, уже их перевел. მან უკვე გადათარგმნა А когда вас увидел, და როცა თქვენ დაგინახეთ, ветер подул в другую сторону. ფარმა სხვა მხრივ დაუბერა. Спасибо вам за მადლობა такой თქვენ, прекрасный опыт. მადლობა თქვენ.